ყოფილა რომელიმე კოლეგა, რომელსაც არ ელაპარაკებით. გეტყვით, უახლოეს ჩემ მეგობრებს არ ველაპარაკებოდი. რამაზ იოსელიანს, ლევან უჩანეიშვილი. რატომ არ ელაპარაკებთ? აი იყო ხოლმე პერიოდი, რომ ძალიან როცა არ ემთხვეოდა ჩვენი აზრი. რასაკვირველია ვლაპარაკო პროფესიაზე. ლევან უჩანეიშვილთან უარეს გეტყვით, ინსტიტუტიდან მამწარებდა ესე. ძალიან ხშირად ჩხუბობდით მე და ლევანი ინსტიტუტში. არი გამოცდა, დარბაში ზის ხალხი და მე და ლევანმა უნდა ვიცეკოთ ტანგო. და გამაბრაზა ძალიან. არ ვლაპარაკობთ მე და ლევანი და არის გამოცდა დანიშნული. ტანგო გესმით ახლა როგორ უნდა ხალი კაცი ამბავი ერთი. და პარტნიორი და უპარტნიოროდ როგორ ვიცეკო და არ ველაპარაკებით ერთმანეთს. ლევანი დგას თქვენ მხარეს, მე ვდგება რამ კულისაში, ლევანი იქეთ დარბაში მაყურებელი და პირველი იწყება რაღაცა რამ პამ 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 ესე უნდა გავაკეთოთ ორივე გამოვდივარ და იწყება რაღაც ესეთი მოძრაობები და ქუსლი ჩაერჭო სცენაში. გამწარებული შევხედე ლევანს, ძველმა ნინელიმ დამავიწყდა რომ არ ველაპარაკები, ეხლა ისიც ნერვიულობს, ბუნებრივია და მუსიკა მიდის და არაფერი ჩარჭობილი ვარ და ფეხს ვერ ვიღებ იქედან. და არ დამავიწყდება ლევანის სახე, რომ გამოქანდა ჩემთან ახალი ნახაზი შეიქმნა, იმიტომ რომ მე ვაკეთებ რაღაცა პოზაში ვდგევარ, რაღაცა ჩარჭობილი ფეხით და მოვიდა და ამომქაჩა იქედან და დავიწყეთ ტანგოს ცეკვა და რასაკვირველია, შუა პირველივე მასე ნახაზე შევრიგდით და აი ესეთი პატარა უსიტყვოდ მოხდა უკვე შერიგება. არა, ეგრევე უსისხლოდ და ყოველგვარი ფილმშიც ძალიან ცნობილი პარტნიორი იყო თქვენ. ლევან უჩანეიშვილი. ყველასათვის კარგად ნაცნობდა საყვარელ ფილმში და გადაღებების დროს ხო არ იყო რამე იქაც ხო არ იყო პრეცედენტი რომ არ ლაპარაკობდით ჩვენ ახლა მაყურებელს ფილმში ეგარ შეგვიმჩნევია? არა, გადაღების დროს არ გქონდა, მართალია სულ გვაბრაზებდა, მეც მაბრაზებდა, ქეთისაც აბრაზებდა, იმიტომ რომ დაამტკიცეს ლევანი. იყო ქერათმიანი, როგორიც არის ლევან უჩანეიშვილი. და გადაღების პირველი დღე გვაქვს და მოდის ვიღაცა შავი ხუჭუჭა ბიჭი. ქეთი მიკიბლა. რა ვინა? ლევანია ეს და წასულა და შეუღებია შავა თმა. კუკარაჩაო, არა, მე ესე ვიფიქრეო ახლა ქერათმიანი კუკარაჩა, ესე ჯობიაო და ატყდა ამბავი, არაჩვეულებრივი ოპერატორი ბატონი მიშა მედნიკოვი ჩაიხედა კამერა, ეს როგორ უნდა გადავიღოთ შავი კაცი ეს, თეთრი კანი ეს რაღაცა და იყო ამბავი. დედას გაფიცებ არ მოგვდე კუკარაჩა. ინგა, არის ფერენისლი მოვიდა და ვეღარ გხედა. გადაღების დროს ზაზას უფრო ვეჩხობებოდი კოლელიშვილს. კი, გვაბრაზებდა ხოლმე ძალიან და ზაზა? რატო? ნუ თავისი ამბებით მოვიდა. თქვი ვინახარ და რა გინდა ჩემგან? შენთვის არაფერი არ მithხოვი. მე მით უმეტეს. აიღე და წადი.